სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის გარშემო კვლავ აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მეტი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა საჭირო. კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენლების აზრით, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემოა და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ამ მომრჩეველს კაფიოთ უნდა უთხრას, რომ ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ფედერალისტების ლიდერის აზრით კი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ერთადერთი ოპტიმალური და სწორი გზა. პროცესის დისკრედიტაციას კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს. რაც შეეხება მართლ გუნდს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული. მე შევახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 31 მარტს რუსაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გამოვიდა. მისი განმარტებით პლატფორმა ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა. ის შეეხო 31 მარტს ჩატარებულ აქციასაც და განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება. ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნები ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვაქვს სხვა უფრო მწვავე დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლებიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. და ეს არის პირველ რიგში უკანონო დაპატიმრებულების საკითხი და მათი მშობლების საკითხი და ამ საკითხს ჩვენ ძალიან გრძნობიარად და ძალიან სენსიტიურად ვუყურებთ. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური საკითხებისთვის და ამ პოლიტიკური პროცესისთვის არის ძალიან არასწორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება ღია მსაუბრა იმისა, რომ გავაგრძელოთ არალეგიტიმაციის გზა იმ არჩევნებთან მიმართებაში, რომელზეც ყველა საუბრობს, ესე თვითმმართველობის არჩევნები მათ შორის და ყველა ის მეთოდი გამოვიყენოთ არალეგიტიმაციის გაგრძელების, რაც გულისხმობს ქართული ოცნების ძალაუფლების არაღიარებას, ეს არის ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ ისეთ ფორმატში მონაწილეობას, რომელშიც იქნება ბუნდოვანება ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყველანაირ კოორდინაციას მივესალმებოდით ყოველთვის. რაც შეეხება კოლექტიური ნაცმოძრაობის ფლანგებს შორის რაღაც გამართულ ბატალიებს, უკვე მე რამდენი სეზონს უყურებს საზოგადოება მათი მხრიდან შემოთავაზებულს. ნაკლებად ყურადსაღებია ჩვენთვის როგორც მართველი გუნდისთვის, დარწმუნებული ვარ, მათივე ამორჩეველიც უკვე დაიღალა. ისინი თავიანთად დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. დამოუკიდებლად რაც შეუძლიათ არის ეს ერთმანეთის ესე ვთქვათ ლანძღვა გინება, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე, მით უფრო გაჯანსაღდება და მით უფრო ჯანსაღი ძალები დაიკავებენ იმ ველს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით დაბინძურებული აქვს აი ამ თითოეულ ანასყლეთს, რომლის ეხა რაღაც შიდა ბატალიებს უყურებს მთელი საზოგადოება.